ესე იგი, რამდენიმე დღის წინ გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რატომ არ მძალია და რატომ არ შემიძლია ვიყო ინფლუენსერი. და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ვიდეო მოიპოვა იმდენი ნახვა, გადაზიარებები, რაღაცა, აი ძალიან, ესე ვთქვათ, ბევრი გამოხმაურება მოყვა ამ ვიდეოს. ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო ეს. და მე დავფიქრდი, მივხვდი, რომ რაც არ უნდა გავაზიარო ჩემი საქმიანობიდან თუ რაც არ უნდა ვისაუბრო, ვთქვათ, რაღაცა თემებზე, მაინც აინტერესო ადამიანებისთვის ის არის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. და სწორედ ეს განაპირობებს რაღაცა მსგავსი ვიდეოების პოპულარობას. სავარაუდოდ რა. ცოტა რთულია იმის გამოცნობა რა არის დღეს ინტერნეტში პოპულარული, მაგრამ ასეა. და იმასაც მივხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტერნეტით ყოველთვის მოიპოვებ გაცილებით მაღალ რეიტინგს, ვიდრე ვთქვათ ტელევიზიით ან ნებისმიერი სხვა საქმიანობით დღევანდელ დღეს. და ამიტომ მოვყვები კიდევ ერთ ამბავს ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც ზუსტად ამ ამბავს ეხმაურება. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ მშობიარობის მერე ძალიან მიჭირს წონის დაკლება, ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ ვერ დავიკელი. გადავწყვიტე, რომ რაღაცა უფრო რადიკალურ გზებს მივმართო. გარკვეული მიზეზების გამო ბარიატრიას ვერ გავიკეთებ, მაგრამ აღმოვაჩინე ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც რა თქმა უნდა ახლა არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოში აღმოვაჩინე ბევრად უფრო დამზოგველი მეთოდი, ვიდრე ბარიატრია, ბევრად ნაკლებად მტკივნეული, პრაქტიკულად არ ჭირდება დრო რეაბილიტაციისთვის, და მოკლედ ძალიან კარგი პროცედურაა. და მონაცემების მიხედვით მივხვდი, რომ სწორედ ეს არის ის, რაც მე ამ ეტაპზე მჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პატარა ოპერაცია ღირს 17,000, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა წარმოუდგენელი თანხაა და დარწმუნებული ვარ საქართველოში თითქმის ყველასთვის, ხო, ესე ვის აქვს ახლა 17,000 ასე. და არ ვიცი, ეს ხითაც წარმოუდგენელი ამბავია დღესდღეობით ჩემთვის ეს თანხა. ამიტომ გადავწყვიტე, რა ვიცი, ბედი მეცადა, დავუკავშირდი კლინიკას და შევთავაზე გარკვეული ბარტერი და გადავწყვიტე შევხვდე მათ წარმომადგენელს და აუხსნა, რომ შემიძლია ჩემს საკუთარ მაგალითზე დეტალურად ვაჩვენო ამ პატარა ოპერაციის პროცესიც, შედეგიც, მოკლედ, ამ პროცედურის ცნობადობის ამაღლების მიზნით თუ დაინტერესდებით, მინდა შემოგთავაზოთ ბარტერული გასვლა თქვა, ან რაღაცა იქნებ, რაღაცა დათმობაზე წამოხვიდეთ ფასთან დაკავშირებით. როდესაც შევხვდი ამ კლინიკის წარმომადგენელს, თავიდან ჩემთვის ცოტა უცნაური იყო მისი მხრიდან დამოკიდებულება, რომ ვითომ არ იცის ვინ ვარ თუ რაღაცა ესეთი მომენტი ქონდა რა, იმიტომ რომ გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, ესე შეეხედა ჩემთვის რა, აი ამახსნევინა მოკლედ ვინ ვარ. ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ თუ კი შეხვედრაზე მოდიხარ ადამიანთან და მისი სახელი და გვარი შენთვის უცნობია, რა ვიცი, დაგუგლე მაინც, ხო? ვის ხვდები. მაგრამ არა უშავს ახლა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან მოკლედ აუხსენი ვინ ვარ, უთხარი ჩემი იდეა და უცებ პასუხად მივიღე ამ ადამიანისგან ის, რომ შეუძლია ძალიან პატარა ფასდაკლება გამიკეთოს და მოკლედ რომ ვთქვათ, ცდილობდა რომ მაინც მომყიდოს ეს პროცედურა რა, რაღაცნაირად. რასაც მე ვთქვარი, რომ ანუ 1 და 200 თუ დააკლებ, ჩემთვის მაინც ვერაფერი შეღავათია თქო. მაშინო აიო რა ვიციო, აიღო ტელეფონი, რომ ენახა რამდენი გამომწერი ვყავს. და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც იცის ჩემი სახელი და გვარი, იმიტომ რომ უცებ ძალიან მარტივად მომძებნა ინსტაგრამზე. და მაჩვენა, რომ ასე ვთქვათ, ჩემი ფასი 0 სტოლია, იმიტომ რომ გამომწერების რაოდენობა ინსტაგრამზე მყავს ძალიან მცირე. და მითხრა, რომ არანაირი ინტერესი არ შედის მათთვის ჩემთვის ამ პროცედურის ჩუქება თუ რაღაცა ძალიან მცირედი ფასით ამ პროცედურის გაკეთება. პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, ეს მათი ბიზნესია და მათი გადასაწყვეტია რა უღირთ, რა არ უღირთ. უბრალოდ რაღაცნაირად გულდაწყვეტილი იმაზე კი არ წამოვედი იქიდან, რომ ვერ მივიღე ეს, ვთქვათ, ეს ოპერაცია უფასოდ. გულდაწყვეტილი წამოვედი, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ დღეს ცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც არანაირი ფასი აღარ აქვს შენს მოღვაწეობას, შენს მიღწევებს, წლებს, რომელიც საყვარელი ყავი მაყურებლებისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გულშემატკივრობდა, რამდენად დასამახსოვრებელი სახეები შექმენი, რამდენად ბევრი ადამიანი გაახალისე, ან საინტერესო გაუხადე ცხოვრება შენი შემოქმედებით და შენი საქმიანობით. ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი ფასი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ ის განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ, ასე ვთქვათ, ღირებულებას მსგავს არენაზე, თუ რამდენი გამომწერი გყავს.
არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ცოტა მოძველებული შეხედულების ადამიანი და ამიტომ უყურებ ამ ყველაფერს ასე გულწყვეტით და ვიღაცისთვის პირიქით ეს რეალობა ძალიან ხელსაყრელი და სასიამოვნოა. მაგრამ უბრალოდ ამუყირავდა ეს ღირებულებები, რომლებზეც მე გავიზარდე და რაღაცნაირად გული მწყდება ამ ყველაფერზე.